ლტოლთა და განსახლების სამინისტროში სათათბირო საბჭოს სხდომა გაიმართა მინისტრმა დავით დარახველიძემ და სათათბირო საბჭოს წევრებმა სხვადასხვა შენობაში სოციალურად დაუცველების შეჭრისა და ობიექტების თვითნებური დაკავების ფაქტები განიხილეს. მინისტრის განცხადებით ბოლო პერიოდში ისევ აქტიური ხასიათი მიიღო გარკვეული ჯგუფების მხრიდან იმ შენობებში შეჭრამ, რომლის რეაბილიტაცია და დევნილებისათვის გადაცემა სამინისტრომ უნდა დაიწყოს. სხდომაზე ასევე დევნილთა განსახლების პროცესის მიმდინარეობა და მათ შორის იმერეთში დევნილი მოსახლეობისათვის განკუთვნილი შენობების მშენებლობის საკითხები განიხილეს. ლტოლთა და განსახლების მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით რეგიონული სამმართველობის ანგარიშიც დაესწრო. მუშაობა მიმდინარეობს წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით, მაგრამ გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან თემას, რაც გამოიკვეთა, ეს არის საბოტაჟის ნიშნების მატარებელი ახალი ტალღა შეჭრებისა სამინისტროსათვის გადმოცემულ ობიექტებში და ეს ხორციელდება გარკვეული ძალების მიერ, მაგრამ უკვე არადევნილთა კონტინგენტის გამოყენებით, არამედ ეგრეთ წოდებული სოციალურად დაუცველები მასიურად ბოლო დღეების მანძილზე შეიჭრნენ იმ ობიექტებში, სადაც სამინისტრომ უკვე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები.